ჩვენ შვილების ხოვრებაზე 100%-იანი კონტროლი არ არსებობს, ვერ გვექნება. ანუ მათ შეიძლება პირველი მოხმარება ჩვენი კონტროლის მიღმა იყოს და რაც არ უნდა გავაკეთოთ. ეს მაინც მოხდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ, ამის შემდეგ რა ხდება. ანუ ის რომ გარდაყრის ასაკში ადამიანებს კი ყველა მათ შორის სხეული, სექსუალური, ბევრი მიმართულება ეს ინტერესები ღვივდება. ხო და რაც ნამდვილად ვიცით, აი კვლევები დადასტურებულად, evidence based რასაც ქვია, არის ის რომ აკრძალვა არ მუშაობს. ანუ ეს არ გააკეთო, ან თუ გააკეთებ დაგსჯი, მაგალითად მოწევა არ შეიძლება, ან უთხარი არა ნარკოტიკებს და სკოლაში გამოკრული პოსტერი, პირველი რასაც ბავშვი ეტყვის კი ის იქნება ნარკოტიკი. ატრიგერებს. რა? ანუ ინტერეს უღვივებ. რას ნიშნავს არა? იმ ასაკში როცა სამყარო სავსე ახალი აღმოჩენებით, მეუბნები რომ აი როგორც ევას და იმის ადამის ამბავი რომ ყველაფერი არის, ყველაფერს მოგყვე, მაგრამ ერთი რაღაცა არის, აი იმას ხელი არ მოკიდო. პირველი რასაც ყველა რავი ადამიანი იზავს, ინტერესი გაუჩნდება რომ ზუსტად ის გაიგოს, რატომ ეუბნებია რომ ის არ შეიძლება. და მთელი ეს პერიოდი სახელმწიფოს მიდგომა, სამედიცინო სფეროსი, იქ რელიგიური ორგანიზაციების იყო რომ არ შეიძლება ცოდვა არ შეიძლება, კრიმინალი ხარ, დაისჯები, ღმერთი დაგჯის, არ უყვარხარ, რაღაც საშინელება. და არ ვიცი კიდე რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ მივხვდეთ, რომ ასეთი მიდგომა არ ამართლებს. არ ამართლებს კი არა, პირიქით, ანუ წლიდან წლამდე მოხმარების რაოდენობა იზრდება. ხო, დაფიქრდე, რა ხდება. მაგრამ დაფიქრება, სიამოვნებაში ყველაფერი კარგად იცის. მშობლებს დაუბრუნდეთ და მე გადავიდეთ იმაზე რა ქვია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილზე რომ საუბარი ანუ შენ როცა ინფორმირებული ხარ და ეგ არის რა ინფორმირებული მშობელი არის სიძლიერე რა როცა არ გეშინია რომ შენ შულს დაუждდე და რაღაც აუხსნა, იმიტომ რომ შენ რაღაცა იცი, აუ დაგძალო ის კი არა. და ამ უსაფრთხო ზონას როგორც კი შექმნი, მე მოდის სიმშვიდე რა, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, ერთად გავუმკლავდებით. მე შენს გვერდით ვარ. ანუ ბავშვების უმრავლესობა კი არის იბადება იმისთვის, რომ გაწყვიტოს ურთიერთობა და ემოციური კავშირი მშობელთან, ანუ არასწორი მოქმედებებით ეს კავშირი ბუნებრივად წყდება. და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტში, როცა იწყება გაწყვეტა, ჩვენ ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ ეს კავშირი არ გავაწყვეტინოთ.